Pour raconter l'image, j'ai choisi le paysage de là. Poetamების ისტორია 1891 წლის 17 ნოემბერს დაიწყო, როდესაც ვანის რაიონის სოფელ ჭყვიში დაიბადა გალაქტიონი. ის ერთადერთი პოეტი, რომელიც სიცოცხლეშივე აღიარეს. მან თავის თავს მისი მოღვაწეობის პერიოდში გალაქტიონის ნაცვლად გალაქტიონი უწოდა, რაც სიტყვა გალაქტიკიდან გამომდინარეობს. Poésie banale, poésie finale, poésie de voix, poésie de mi, poésie de la. პოეტმა მთელს მის პოეზიაში 28246 სიტყვა გამოიყენა, რომელთა არც ისე მცირე ნაწილი სიყვარულს მიუძღვნა. გალაქტიონი დროს სახელგანთქმულ ხალბატონ მერი შერვაშიძეს ეთქვოდა, რომელიც მისი მუზა იყო. ანუ სიჭაბუკეში დაიწყო გალაქტიონმა მერიზე ფიქრი, მას რამდენჯერმე მოკრა თვალი მერის და ის უკვე იქცა მისი შემოქმედების მუზად. მხოლოდ ეს იყო უცნობი ქალისადმი ტრფიალი და მან თავიდანვე გაისიგრძეგანა ეს, ამიტომ მან თავის წარმოსახვაში შექმნა უკვე ქორწილი მერისა. 1915 წელს შეიქმნა ლექსი მერი, ხოლო რეალურად მერი შერვაშიძე ჯვარს იწერს ქუთაისში 1918 წელს, ანუ 3 წლის შემდეგ. პირველი სიყვარული მან ქუთაისში იპოვა, რაისა მისი მასწავლებლის ქალიშვილი იყო, რომელიც კიევში სასწავლებლად გაემგზავრა და იქ შექმნა ოჯახი. ამ წარუმატებელი სიყვარულის უკდავსაყოფად გალაქტიონმა უსიყვარულოდ შექმნა. მისი პირველი მეუღლე ოლია ოკუჯავა იყო. 1916 წელს ისინი შეუყვდნენ. მოგვიანებით ოლია 3 წლით უზბეკეთში გადაასახლეს. ოლია ოკუჯავა მეორედ უკვე გადაასახლეს 1927 წელს და 1951 წელში დახვრიტეს. მათ შორის ცხადია იყო მიმოწერა, ოლიაც წერდა და გალაქტიონიც წერილებს, მაგრამ გალაქტიონს ჰქონდა ესეთი თვისება, რომ ის არავის არ ენდობოდა, მიღბოსნობა თავიდანვე დასჩემდა ამ ადამიანს და ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ენდობოდა, იყო ოლია. მაგრამ უკვე ბოლოს ერიდებოდა წერილების წერას, რადგან იცოდა, ვიდრე ეს წერილები ადრესატამდე მივიდოდა, კითხველი მათ არ მოაკლდებოდა, ანუ ოლიამდე მათ სხვაც წაიკითხავდა, ამიტომ ცდილობდა სიტყვების გარეშე დაეტოვებინა ეს ადამიანი, ფულით ეხმარებოდა. მეუღლისგან უკანასკნელი წერილი გალაქტიონმა 1951 წლის 30 აგვისტოს მიიღო. 11 სექტემბერს კი ოლია დახვრიტეს. მეორე მეუღლე იყო ოლგა დარიუსი, რომელსაც ასევე გადასახლება ხვდა წილად. გალაქტიონს მესამე მეუღლეც ჰყავდა. ნინო კვირიკაძე მის სიცოცხლეშივე გარდაიცვალა. პოეტის ძმა პროკლე ტაბიძე იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ გალაქტიონი უწვერული არავის უნახავს. მიუხედავად იმ აღიარებისა, რომელთაც პოეტი სარგებლობდა, თავად მაინც თვლიდა, რომ სათანადოდ ვერ აფასებდნენ. სურდა ქალაქის ამტრედია საგალაქტიონოდ გადაეკეთებინათ. ძეგლის დადგმა, მტკვრის მარცხენა სანაპიროსთვის გალაქტიონის სახელის დარქმევა. ერთხელ მან ხალხს, ვინც თვლიდა, რომ ქართული პოეზია მოიკოჭლებდა, ისიც დაანახა, რომ სულაც არ იყო კოჭლი. როდესაც პოეზიას ქართულს დასდეს ბრალი იმაში, რომ ის მოიკოჭლებდა, მან ყველას დასანახად ადგა და გაიარ გამოიარა. ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობა მის შემოქმედებაშიც ისახებოდა. ყველა ლექსი იგი ნახატს ურთავდა. მას ვირთხაც აქვს დახატული, რითიც მან გამოხატა სული შემხუთავი გარემო. სწორედ როსთან შეუგუებლობას ასახელებენ ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც მან სმა დაიწყო. კლინიკაში მკურნალობა სასმელისთვის თავის დასანებებლად გალაქტიონს არაერთხელ მოუწია. მშრალი პოეტი ხანდახან გამის ქუჩაშიც ადარებდა. გვიან ღამე და დილით ადრე უყვარდა ქუჩაში სეირნობა. ერთხელ თუთის ხის ქვეშ ჩაეძინა. გაგვიძებულმა აღმოჩნდა, რომ არც კოსტუმი ეცვა და აღარც ფეხსაცმელი. ასეთი შემთხვევა მას სიფხიზლეშიც მოსვლია, როდესაც ცემეს და პალტო გახადეს. ამიტომ ცივ ზამთარში თბილი სამოსის გარეშე დარჩენილს 2 თვის სახლში გატარება მოუწია. მან რამდენიმე ინსტანციასაც მიმართა, რადგან თავად არ ჰქონდა საშუალება თავისი სახსრებით შეეძინა სამოსი. ეს იყო პოეტი, რომელიც ცხოვრობდა პოეზიით, ამიტომ მისთვის არ იყო ჩვეული ცხოვრების რიტმის, რომ ეზრუნა თქვა პურზე, საჭმელზე, ნავთზე, მას შეძლო ჩაკეტილიყო და საერთოდ არ ეფიქრა ყოფით პრობლემებზე. ანუ ყოფილა შემთხვევები, როცა თქვა სიცივეში იყო, რადგან არ ქონდა ნავთი. ან შეეძლო თქვა ახალგაცნობილ თანამეინახეთან ერთად ჯდარიყო და არ ეფიქრა იმაზე, რომ თქვა ოლია ელოდებოდა ან რაიმე საჭმელი არ ქონდათ. უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში იგი ვაკის კლინიკაში 4-ჯერ მოხვდა. ერთ-ერთი მკურნალობის დროს კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
1959 წლის 17 მარტი 17 საათი და 50 წუთი. გალაქტიონ ტაბიძე აღარ არის. გაუმარჯოს გალაქტიონ ტაბიძეს. მეფე მოკვდა. გაუმარჯოს მეფეს. ანუ იმ ეპოქამ და იმ პერიოდმა, რომელშიც ის ცხოვრობდა, მას არ დაუტოვა გასაქცევი კარი. ის თავიდანვე იყო ესეთი ადამიანი, რომელიც ვერ ეგუებოდა მყოფას, ანუ ის სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა, ამიტომ გასაქცევი კარი მას რო არ დარჩა, გააღო სარკმელი და გადავიდა სხვა ცხოვრებაში. ასე გვეუბნებიან მეცნიერები. თუმცა ვერსიები მხოლოდ ვერსიებად რჩება. პოეტმა ყველასათვის ბოლომდე ამოუცნობი დარჩა და არავინ იცის რას ფიქრობდა უკანასკნელ წუთებში გულის სიღრმეში. ყველაფერი წინ არის